რომ არა ცეცხლი კაცობრიობა დღევანდელ დღემდე დიდი ეჭვია რომ ვერ მოაღწევდა პრინციპში 99.9% შემიძლია დაარწმუნებით თქვა რომ ცეცხლი მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე თუ არა ცეცხლი ვერ მოახდენით ზეგავლენას სხვა დანარჩენ ცხოველებზე მთელი სამყაროს და მსოფლიოს მასშტაბით და ადამიანური საპიენსური მოდგმაც გადაშენდებოდა. ამიტომ უნდა უმადლოდეთ ამ ძალას, რომელიც აღმოაჩინა ჩვენმა უღრმესმა და უსაზღვროდ ღრმა წინაპარმა, ასე ვთქვათ. და ზოგადადაც, რომ დაუფიქრდეთ ცეცხლი ბავშვობიდან, პრინციპში ჩემთან ასოციაციას ძალიან კაფიოდ მახსოვს ბახმაროში. ყოველ საღამოს იყო რიტუალი უბანში ცეცხლის დანთების. და ეს ცეცხლი აერთიანებდა რამოდენიმე კომს, ასე ვთქვათ, რამოდენიმე ოჯახს, 5 ოჯახს, 6 ოჯახს და საღამოს ყველა შემოუსხდებოდა ცეცხლს და მიდიოდა საუბრები, მიდიოდა ამბის მოყოლები, იუმორი ბევრი იყო. ზოგადად რო დავფიქრდეთ ქვეცნობიერში ღრმა და დალექილი ცეცხლის ძალა. რაც შეეხება ჭამას, პირველი კულინარიული ტექნიკა ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, სოფლიოში, სამყაროში პირველი კულინარიული ტექნიკა იყო ცეცხლზე საჭმლის მომზადება. პირველად საუკუნეების, მილიონობით წლების წინ ცეცხლმა გარდაქმნა ხორცი საკვებ ნივთიერებად. ისეთ საკვებ ნივთიერებად, რომლითაც შემდეგ ადამიანი საპიენსი განვითარდა, ტვინი განუვითარდა, მოქმედებები შეეცვალა და წინ წავიდა. ამ წინსვლით მოვედით დღემდე. ეხლა გავაკეთებ ტაფის ხაჭაპურის ცომს, რა თქმა უნდა, მაწვნის ბაზაზე, მაწვნის და ფქვილის გაერთიანებით. მე ვიყენებ ბერძნულ იოგურტს, მევგალს. ეხლა ჩაუშვებ. ესე იგი, ეს არის მევგალის, ეს იოგურტი არის 150 გრამიანი. 3 წელს გამოვიყენებ, ესე იგი, გამოდის მათემატიკა ვინც კარგად იცით, გამოვა რომ 450-ია. 450 გრამი მაწონი, იოგურტი, ბოდიში, მაწონი არ არის ეს, იოგურტია, ბერძნული. და დაახლოებით 500 გრამ ფქვილს გავუკეთებ. მაგრამ სანამ ფქვილს გავუკეთებ, აუცილებელია გავუკეთოთ სოდა ასაფუებლად, სადღაც 1 ჩაის კოვს. იოგურტი და სოდის თანაცხოვრების შედეგად აფუვდება, წარმოიშვება ჰაერი და აფუშფუშდება, რაც ჩვენ ცომს უფრო ჰაეროვანს და ნას გახდის. როდესაც პურთან, ცომთან გვაქვს შეხება, ვიცოდეთ რა ფქვილი თუ არ შეიძლება ესე უბრალოდ ავიღოთ და თქვათ, რომ ფქვილი ვიყიდე და ამ ფქვილით გაკეთდება ან ხაჭაპური, ან პური გამოწვება. უნდა ვიცოდეთ რა პროდუქტს, რა ფქვილი ჭირდება. ამ შემთხვევაში მეტი ჰაეროვანი, მეტი ნაზი რო გამოვიდეს, მეტად ნაზი რო გამოვიდეს ჩვენი ხაჭაპური, მე გამოვიყენებ უმაღლესი ხარისხის ფქვილს. უმაღლესი ხარისხის ფქვილი თლად როგორ გითხრათ, უმაღლესი ხარისხის ფქვილი არ ნიშნავს, რომ მაგარი ფქვილი არის. უბრალოდ უმაღლესი ფქვილი ნიშნავს იმას, რომ ყველა მინერალი და ვიტამინი გამოცლილი აქვს და გვაქვს უბრალოდ აი ესეთი ფქვილი უბრალოდ რა და ვარქვა, არ ვიცი ამას. აქ ვიტამინები ნაკლებადაა, მოკლედ სარგებელს საფქვილისგან ნუ ელოდებით, მაგრამ ხაჭაპურს გააკეთებს ისეთ, როგორც ჩვენ გვიყვარს, ტაფისას. ცოტა შაქარი კარამელიზირებისთვის, რომ მივიღოთ ლამაზი შეფერილობის ხაჭაპური და მარილი.
აი, ეს ცომიც უკვე მზად არის. დავასვენოთ ახლა. გლუტენმა დაიწყოს მუშაობა. მოკლედ, ორი სიტყვით რო ვთქვათ, გლიადინი და გლუტენი არის პასუხისმგებელი ხორბალში. აი ესეთი და ზოგადად ნებისმიერი ცომის მისაღებად. უგლუტენოში არ გულისხმობ. მე გულისხმობ ხორბლის ფქვილზე საუბრისას. ორი ტიპი არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. გლიადინი და გლუტენი. ერთი ელასტიურობაზე, მეორე წებოვნებაზე. მოკლედ, რამდენი რამე ვიცი ამ პატარა ბიჭმა. აი, ეს ახლა უნდა შევინახო. იმ ტემპერატურაში ვარ, კი ძალიან ცხელა, მაგრამ გარეთ და ჩრდილში შეიძლება ამის შენახო. პლასტიკი მინდა გადავაკრავ და შევინახო. ეხლა მნიშვნელოვანია ცეცხლი გადავანაწილოთ ისე, როგორც ჩვენ გვესაჭიროება და გვესაჭიროება სამნაირი სიმხურვალის ცეცხლი. მაღალი ტემპერატურა, შედარებით საშუალო და მილეული ნაკვერჩხალი. რათა ვაკონტროლოთ ცეცხლი და ვაკონტროლოთ საჭმლის მომზადება. იცი რა არის ბავშვობაში? სულ ბავშვობას ვიძახი, მაგრამ ბავშვობაში რაღაცას რო გეუბნებიან, ყოველთვის ისე შთამბეჭდავად გამახსოვდება. ყოველთვის მეუბნებიან ძირითადად სოფელში აქ რო ჩამოვდიოდი ზაფხულობით, რომ საღამოს მაინც ინთებოდა ფეჩი და საჭმელი ძირითადად ფეჩზე მზადდებოდა. ყოველთვის მეუბნებიან ცეცხლს ნუყურებ, თორე ღამე ჩაიფსამა. სტატისტიკურად ბევრჯერ არ გამართლებულა, მაგრამ იყო რიგი შემთხვევები. და რაღაცას დავამახსოვრდათ. ასე რომ უყურეთ ცეცხლს, არაა პრობლემა, ისიამოვნეთ, დატყვით. რაღაცა ჰიპნოზიც აქვს ცეცხლს. რო უყურებ, რაღაცა მოგონებები აღეძრება, რაღაცას იფიქრებ, განიტვირთები ამ ყოველდღიურ ცხოვრებისგან და ამ სტრესისგან განთავისუფლდები. ასე რომ ჩაფსმის ნუ შეგეშინდებათ მეგობრებო, უყურეთ თამამად ცეცხლს. ესე იგი, ნახეთ, აქ რა გახდა. აქ შეშა იწვის ცეცხლი ალი გვაქვს. აქეთ უფრო გაღვივებული ნაკვერჩხალი ახლა მზე ურტყამს და დიდად არ ჩანს, მაგრამ აი ხა ბიჭები მოვლენ. მოდით და ახლოდან მიხვდებით, ნახე როგორი გაწითლებულია. ანუ მაღალი ტემპერატურის ნაკვერჩხალი გვაქვს. აქეთ უკვე მინელებული გავშლით, ასე შეგვიძლია. აი ეს სამნაირი სამი ტემპერატურის ალი, მაღალი ნაკვერჩხალი და მინელებული ნაკვერჩხალი გვაქვს. ჩვენ ვამზადებთ ახლა ოსობუკოს. ოსობუკო ნიშნავს იტალიურად ითარგმნება ესე ხრელიანი ძვალი, დაახლოებით ესეთი. და შინაარსიც ესაა ოსობუკოსი, რომ მნიშვნელოვანი რაც არის ამ კერჩში, არის ეს ძვალი შუაზე გაჭრილი. ესაა ძვლის ტვინი, რომელიც მნიშვნელოვანია ამ კერძის მომზადებისას, იმიტომ რომ გამოყოფს კოლაგენს, სხვა არომატი, სხვა გემოები, სხვა სიმძაფრის გემოები შემოაქვს და ჩვენ კერძს ხდის ზუსტად ისეთ და იმ соуს, რომელიც ამ კერძს უნდა კონდეს, ისეთ ბლანს ხდის, როგორც საჭირო არის. პირველ რიგში უნდა ამოვალოთ ჩვენი, მნიშვნელოვანი რამ არ დამავიწყდეს, რომ ეს ხორცი არის ნაჭერი არტალის ნაჭერი, ჩვენ რო ვეძახით. პირველ რიგში უნდა ამოვალოთ ჩვენი ხორცი ფქვილში და გეტყვით რატო.
როდესაც მოუბრაწავთ, ფქვილი იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ ხორცმა არ გამოუშვას ზედმეტი წვენი და გაიკეთოს ესეთი ერთგვარი ჯავშანი, რომ ძირითადად ეხლა ჩვენ მივდივართ იქეთ, არ მithქვამს, რომ ვაკეთებთ slow cooks, ანუ ნელა ცეცხლზე მომზადების ტექნიკით ვასრულებთ ამ კერძს. და ეს კერძი ზოგადად კეთდება ნელა ცეცხლზე მომზადებით. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ჯავშანი ხორცისთვის, რომელიც პასუხისმგებელი იქნება, რომ დაიცვას ხორცი მალე გამოშრობისგან. ასევე მარილს და პილპილს გავუკეთებთ, მოვაყრით აქვე და ცეცხლზე მოვშუშავთ. აუ, ნახე რა მხელაძლის ტვინი. აი ეს იქნება, რაც იქნება. ეს სულ ტვინია. აი ეს არის სულ ტვინი. აი ეს. და თხელი გარს იწვლის. ეს იმას ნიშნავს, რომ არტალის ზედა მხარია უკვე გამოყენებული, გადაჭრი. აჰა. ესეც ამოვიდა. ოსო ბუკო. რაც არ უნდა საინტერესო ჟღერდეს, არის ისტორია ამ კერძს აქვს, მილანურია მოკლედ. ოღონდ გლეხური მილანური. მილანელმა, ლომბარდიელმა გლეხებმა მოიფიქრეს ეს კერძი და რატო? იმიტომ არტალა ყველაზე იაფი ღირდა იმ დროისთვის ბაზარზე და გაჭირვებულებმა ეს არტალა დაამუშავეს ისე, რომ მიიღეს მსგავსი კერძი. და რატო slow cook? იმიტომ რომ არტალა მაღალ ცეცხლზე რომ მოამზადო, მიიღებ ქვადარკინას. ასე რომ ამიტომ ღირდა იაფი. ამიტომ აი ეს ლომბარდიელმა გლეხებმა და slow cook-ზე დაიწყეს მომზადება, რათა ხორცი დაშლილიყო და საჭმელადაც სასიამოვნო ყოფილიყოს. ეხლა წავიდეთ და ეს მოუბრაწოთ ქვაბში და გაჩვენოთ ყველაფრის დანარჩენს. დავდგათ იმ შუა ცეცხლში, შუა ტემპერატურაში, რაზეც ვისაუბრეთ, ხო? იქეთა ალი, აქეთ საშუალო და მაღალი გრადუსის ტემპერატურა და აქეთ ნელი. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კერძის მომზადებისას არის ქვაბი, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად თუჯის, აუცილებლად უნდა იყოს სქელი, აი ესეთი სიმძიმის და რატო? რადგან თანაბრად გადანაწილდეს ცეცხლი, ტემპერატურა და თავსაც ვიცავთ ზედმეტი ტემპერატურის შეღწევისას ქვაბში. თუ რამე ტემპერატურა შევა ამ ქვაბში, შევა გადანაწილებულად. დავდგამ, ცოტა შეცხელდება. ეხლა ცხიმი გვინდა, კარაქი უკნათ. უკვე მზადაა, მოიბრაცა, ამოვიღოთ. აი ხა ამ ცხიმში მოვთუშავთ დანარჩენ ბოსტნეულს. ესეც ჩვენი ბოსტნეული, კუბიკებად დაჭრილი. ეხლა დავამატოთ, მოითუშებოდა ბოსტნეული და დავამატოთ. პომიდორი. ეს კიდე თავის წვენს მისცემს, მოურევ.
რახან მაღალი ცეცხლი გვერდით მაქვს. ხშირად მომიწევს ყურადღებით მიქცევა და თვითონ ქვაბის დატრიალება. რომ გვერდი ძალიან ერთ გვერდზე ძალიან არ შეიწოს. ეხლა ცოტას ეს პომიდორიც გამოუშვებს წვენს და ღვინოს დავამატებთ. დროა დავამატოთ უკვე ღვინო, ვამატებთ წითელ მშრალ ღვინოს, თუმცა იტალიელები ლომბარდიაში თეთრსაც იყენებდნენ. ღვინო რა შვება? ღვინო ეხმარება ხორცს უფრო დაშლაში, მისი მჟავე, ტუტა მჟავე ასე ვთქვათ, ეხმარება ხორცს ცხიმების დაშლაში და რა თქმა უნდა მეტ არომატს და გემოს ძენს. ეს ჩვენი ხორციც ჩავსვათ ღვინოც უკვე თუქთუხებს ჩვენი ხაჭაპურიც. წავედით. წავედით. კარგი ცხიმიანი ხაჭაპური. და მე როგორც არა ეგოისტმა სამივე ჭიქას რა თქმა უნდა მე არ დავლევ ბიჭებისთვის არის. ესაა ჩვენი ეზოს ხილის ტყემლის ძირითად ნაწილში ოდკა. უხდება ხაჭაპურს. კაი. სად ვართ? ახლა რატო ვარ დედა ასეთი კაი. ნახე რა თხელი ხაჭაპური.
საგემრიელია. მე იყო ავტანდი ცეცხლზე. სულ ასე რო იყოს. ყოველდღე რო გადაღებები გქონდეს. ზეთი, ტილო თუ ზეთი, თუ ორივე ერთად და პლუს შედევრი. ეხლა ამას ბულიონსაც დავამატებთ, ღვინომ ცოტა ჩაიშრ და საჭიროა საქონლის ბულიონი. მოსობუკო ნელა ითუშება. ამასობაში გარნირად გავუკეთოთ კარტოფილის პიურე. კარაქთან ერთად ჩავზილოთ ყველთან ერთად, ნაღებთან ერთად. ამასობაში მე დავჩხვლიტავ კარტოფილს, რომ მეტად შევიდეს ტემპერატურა და არომატი. და ფოლგაში გავახვევ და ცეცხლში ჩავაქცევ. მე ამას ამოვიღებ ბოლოსკენ. აქ შეიძლება ყოფილიყო თქვენი რეკლამა და ჩავაგდებ ცეცხლში. მანა არის ფიქრობთ, რომ რახან ფოლგაში გავახვიეთ და ცეცხლში ვაგდეთ, ამას ყურადღების ნაკლები ყურადღება ჭირდება. არა, ნურას უკაცრავად. ხშირად უნდა ვატრიალოთ, რომ ერთი მხარე ზედმეტად ან არ გაიწვას, ან არ გამოწვეს და მეორე უმი არ დაგვრჩეს. ასე რომ ამასაც ყურადღება უნდა და ტრიალი. კონტროლი უნდა ცეცხლთან, რასაც კი ამზადებ, ყოველთვის კონტროლი და ყურადღება საჭირო. იცი რა არის, რაღაცნაირად ცეცხლთან საერთო ენა უნდა გამონახო, სხვა გზა არ აქვს. თუ არა და დაგწვავს. შენ თუ არ დაგწვავს, კერძ აუცილებლად გაგიფუჭებს. ასე რომ რაღაცნაირად საერთო ენა უნდა გამონახო ცეცხლთან. რაღაც მომენტში გიჟურად ჟღერს, მაგრამ ცეცხლს ცოტა უნდა ეცეკვა. როგორ წარმომიდგენია, იცი? მოდილიანის ფილმი მოდილიანი მხატვარზე რო არის. ძეგლის ირგვლივ დადის და ცეკვავს გიჟივით. აი ეგრე უნდა დაუახლოვდეთ ცეცხლს, თორე სხვანაირად შანსი არ აქვს. ამას ყურადღება უნდა ხშირ, ტრიალი და ნაკვერცხლის კონტროლი. წავედით. თან მოვამზადოთ ძალიან მარტივი და უგემრიელესი დესერტი. პირველ რიგში რაც საჭირო არის, ნაღები უნდა ამოვიყვანოთ, ოღონდ ხელით. მე ამ შემთხვევაში ხელით ვიყვან. ხელით როდესაც ამოყავს ნაღები, ცოტა რთულია, მაგრამ ვერასოდეს ვერ გახდება მოუმზადებელი, ან არასწორად მომზადებული. ვერასდროს ვერ გახდება ის ნაღები კარაქი. აჭრის შემდეგ იწყებს ნაღები გაკარაქებას. აი დიდი ხანი რო თქვიფოთ ნაღები, ხო? ბოლოს მიიღებთ კარაქს, რძე, ცალკე წავა, რძე არა ის სიცხეა, რომელიც ცალკე გამოიყოფოდა, შევრჩება მყარი მასა კარაქის სახით. ამიტომ ყველაზე დიდი საფრთხე ეგ მაშინ ხდება, როდესაც ან სათქვეფით ვაკეთებთ ამ ყველაფერს, ან სპეციალური საზელით, რომელსაც ებმება მერე სათქვეფი. ნაღებს რო ამოვიყვან, მერე მასკარპონეს გაუკეთებ, ვირჯილიოს მასკარპონეს გაუკეთებ, უფრო ძაფრი, უფრო არომატული გემოები რო შევძინო. ამასობაში ვანილსაც გაუკეთებ, ვანილის პუდრს. და რა თქმა უნდა შაქარი. ყოველთვის როდესაც რამეს თქვებთ, ან რამეს ვურებთ, აუცილებელია ეს ჩემგან რჩევა, რომ ჯამი ან რაშიც თქვებთ, ყოველთვის ვატრიალოთ და რატო? როდესაც ამ მიმართულებით ან ASC თქვებთ, ყოველთვის დატვირთვა გადადის ჯამის წინა ნაწილზე. ამიტომ გვეჩაგრება ჩვენს მხარეს რომელი ნაწილიცაა. ამიტომ ჯამიც ვატრიალოთ. რომ
ყველაფერი კარგად აიქნოს. ცოტა შაქარი. მოგიხსენებათ, არც ნაღები და არც მასკარპონე ტკბილი არ არის, ამიტომ ხელოვნურად უნდა შევიყვანოთ სითბო. საბოლოოდ რო აგიხსნათ როგორი იქნება ჰაეროვანი ფაფუკი კრემი და გვერდზე ატამი, ატმის კომპოტის ნაყოფი წარმოიდგინეთ. მარტივი, რომელიც ატმის კომპოტი ალბათ თითოეულ ოჯახში ყველგან მოიძებნება, თუ არა და შოვნაც არ გაგჭირდება. ხო, კაი ბიჭია. ხო მივხვდი. მასკარპონესაც ჩავამატებ. აი, მასკარპონე. ჩვენ გვაქვს 500 გრამიანი მასკარპონე. უფრო ფაფუქს, უფრო ჰაეროვანს და რა თქმა უნდა, უფრო გემრიელს გახდის მასკარპონე. აჰა. მარტივად ეხა ამასაც შევურევ ჩვენ ნაღებს. მოვიტანოთ ეს ჩვენი ჩაჭყლეტილი პიურე ცეცხლზე. ნახე რა ლამაზია. აგერ ნაღები მაქვს. დავდგამ ამასაც ფეჯი ცოტა შეთბება. ვირჯილიოს გრანა პადანო და დავიწყებ ამის ამოზევას. ნაღები ურაკაი ნაღებს უნდა უფრო მოწალული პოსტნეული. ამას ეხა ჩავჩიხავ კარგად.
ამას ისევ ჩავაბრუნებ ამ ქვაბში, ჯამში. ეს ამ კერძს მეტი გემო, მეტი არომატი, მეტი სიცოცხლე რო შევმატოთ. დავამატებ ზეთს, დავამატებ ძმარს და დამეთანხმეთ, რომ კომბოსტოს ძმარი უხდება. მერე ოდესმე კომბოსტო ძმარში გავაკეთოთ და ძალიან მიყვარს. ცოტა ასეთი. ცოტა სხვის მარილი. ლიმონიც აქ გვაქვს. და ცოტა პომიდორი. უფრო მეტ სისხლს მისცემს. აჰა. დავასერვიროთ თებზე. აჰა. თავის წვენი. მოუხდება ამას. უცებ წვანე ხახვი. უცებ ჩავჭრი. ბოლოკიც მოხდება. ძალიან თხლად ჩავჭრი. აი, ბოსტნეული მზადა. ეხლა დავიწყოთ ჩვენი მთავარი კერძის ოსობუკოს აწყობა. მამაპაპურად, გემრიელად, ბევრი პიურე. ეხლა პიურეს ბალს გავაკეთებთ, ცოტა სიღრმეს დავტოვებთ. გვერდებს ამოვიყვანთ, რომ ოსობუკოს ხორცს და წვენს რომ დავასხათ, არცაც არ წავდეს. და არის ლამაზიც და თავის საქმესაც აკეთებს. აუ რა არის? რა ვთქვა? რა დავამატო? მე არ ვიცი. ჰაჰა. იშლება და რა ვქნა, უნდა იშლებოდეს. კარგი. ახლა როგორ იშლება? ოუ. ამას ლისტუინზე რაც ვისაუბრეთ. ამას არ დავივიწყებთ და მერე გაჩვენებთ. ოუ. და მისი წვენი ბოსტნეულთან ერთად. ხშირ შემთხვევაში შეგვხვდება ხოლმე უკვე გაპრანჭული მილანური ეს კერძი ოსობუკო, ცალკე წვენი გადადის, ცალკე ითუშება და ამისგან соуსი კეთდება, მაგრამ გლეხურად, გემრიელად აი ესე ვაკეთებთ. რესტორნისთვის მენიუში თუ დაგჭირდებათ, მერე ცოტა თქვენს მიწვალებთ. აუ რა კაცი. ეს საჭმელი იჭმევა დაჩოქილი. ასე მომზადებული საჭმელი ჭამა დაჩოქილი. და ღმერთს მადლობა გადაუხადო. აუ, საიდან დავიწყო ცოტა მინანება ამის ჭამა.
კაცები არტირიან, თორე ვიტირებდი. ძალიან გემრიელია. სხვანაირად რა ვთქვა. ეხლა ზედმეტი იქნება ყველა ნებისმიერი სიტყვა, რაც შეიძლება ვთქვა. გადმოვიღო აქ. და რაც თავარია, აი ეს არის ეს ამ თავარი მუღამი ამ კერძის. აი ეს ტვინი პატარა კოჭით უნდა მოიღო და გასინჯო. ეგა. ან გიყვარს ეს ტვინი, ან არ გიყვარს. ზედმეტად ნუ გაიფრანჭებით, მაგრამ ეს ტვინია ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, ამ გემოების მიღებისთვის. და ამ კერძის შექმნის მთავარი მამოძრავებელი ძალაც ზუსტად აი ეს ტვინი იყო. კარგი, ჩვენი კრემი. დიდი ხანია მზადაა, როგორც გითხარით. გარეთ ყოფნისას ტემპერატურა დაბალია და შედგა. ცოტა მორევით გავალღობ და ვშო. ეს არის. ესეც კრემი და თავარი ამბავი დესერტის დასასრულება. ეს არის ატმის კამპოტი. გინდ ბებოს ატმის იყოს, გინდ თქვენი ატმის იყოს. თავარია იყოს ატმის კამპოტი. ავარჩიოთ დიდი ნაყოფი. და მოვიდეთ გვერდით. ესე. თავარი ამბავი. აქ ნახშირი და ნაკვერჩხალი და ცეცხლი არცად არ დომინირება. ასე რომ ეგ ამბავი არ გამოვა. ცოტა დავშავდოთ. ცოტა მისწონით. მოიცადეთ, ვერ გავიგე კარგად გემო. ძაფრიშებოლის გემო არ აქვს, მაგრამ ამ ნაკვერცხალმა ზუსტად ის და საკმარისი მისცა ამ დესერტს, რაც საჭირო. რაც თავარი არის ძალიან მარტივი და ყველასთვის მოსახერხებელი და გემრიელი.